ყოველ წელს Roblox-ში ემატება ახალ-ახალი თამაშები, რომელიც უზარმაზარი ხდება. ხოლო ეს ნიშნავს იმას, რომ community-ს ნაწილს მოეწონება ეს თამაში, ხოლო community-ს მეორე ნაწილს მათ შორის საუბარი მაქვს Roblox-ის ერთ-ერთ კიდევ ერთ პოპულარულ და წარმატებულ თამაშზე, ხო, Stillbrain-ზე. ამ თამაშმა Roblox არა მარტო კარგი რაღაცეები მოუტანა, არამედ ძალიან დააზიანა. ხოლო ამ თამაშის ოუნერმა დეველოპერობა დაიწყო 11 წლის ასაკში. ის თავიდან იყო დეველოპერი, რომელიც მიიჩნეოდა როგორც არავინ, მაგრამ ნელ-ნელა ავიდა წარმატებისკენ. საუბარი მაქვს Spider Sam-ზე. გეცნობათ არა ეს სახელი? ალბათ ბევრმა მხოლოდ ისიცით, რომ Spider Sam არის Stillbrain-ის დეველოპერი, მაგრამ თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. ამოთხრა Blade Bar, Fish, მოიპარეთ მანქანა, Mining Simulator და Speedrun Simulator. ალბათ აქედან რომელიმე სახელი გეცნობათ და ალბათ რომელიმე აქედან ნათამაშებიც კი გაქვთ. მაგრამ იცოდით, რომ სანამ Sam-ის Stillbrain-ოდ შექმნიდა, Sam-ი ამ თამაშებზე მუშაობდა ადრე? ამ ვიდეოში ჩვენ გავარკვევთ ყველაფერს, თუ როგორ დაიწყო Sam-იმ დეველოპერობა, როგორ ავიდა იმ დონემდე, რომ უკვე Blade Bar-ის დეველოპერი გამხდარიყო და მერე როგორ შექმნა Stillbrain-ოთი. ანუ მოგიყვებით დღეს ისტორია Spider Sam-ზე. და ვისაც გაინტერესებთ მეგობრებო, თხოვნა იქნება რომ უყუროთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგანაც დარწმუნებული ვარ, აი 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ არ იცით მის შესახებ. მაგრამ მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, მოგესალმებით მეგობრებოს ყველას, მე ვარ რაზორებალი, ხოლო როგორც გაიგეთ, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში მოვყვებით Stillbrain-ის და თვითონ Sam-ის მთლიან ისტორიას. მაგრამ მეგობრებო, თუ ამ ვიდეოს უყურებთ და ეს ვიდეო დალაიქებული არ გაქვთ და მით უმეტეს არხიც არ გაქვთ გამოწერილი, ჩემი თხოვნა იქნება რომ ადგეთ ახლა და ეს ვიდეო დაალაიქოთ და რაც ყველაზე მთავარი, გამოიწვევთ ჩემი არხი და გააქტიუროთ ზღლაკი, რომ აღარ გამოჩერდეთ გავსი ტიპის ვიდეოები. ასევე მეგობრებო, წინა ვიდეო რო დავდე, აი ეს იყო წინა ვიდეოს მაჩვენებელი. ეს იმის მაჩვენებელია, თუ ვინ დგება და ვინ უყურებს ამ ვიდეოს დალაიქების და გამოწერის გარეშე. და 77% იყო მაგის, მაგრამ ეხლა რო გადავხედე, საბედნიეროდ ამ მაჩვენებელს 0.2% მოაკლდა, რაც მშვენიერი არის და ძალიან მაგარი დასყისი არის და ეს იმას ანიშნავს, რომ არ მინდა ასე გვაგზელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგად მივდივართ, მაგრამ ჯერ არ მისულათ ჩემ მიზნამდე. ვინც ისე ჩემი მიზანი არის, რომ წლის ბოლოს ეს პროცენტი ჩავიდეს 60-მდე და ამისათვის ჭირდება მეგობრებო თქვენი დახმარება. იმისათვის რომ დამეხმაროთ და დაწიოთ ეს პროცენტი უფრო და უფრო ქვევით, ზუსტად ერთი რამის გაკეთება და გჭირდებათ მარტო. ამას ერთი წამიც არ დაჭირდება, უბრალოდ დაალაიქოთ უნდა ეს ვიდეო და გამოიწვევთ ჩემი არხი. მეტი არაფერი. ამ რაღაცას თუ იზამთ, დაიწევა ეს მაჩვენებელი. წინასწარ ასევე ყველას უღმეს მადლობას გიხდით, ვინც მეხმარება იმაში, რომ არხი გამოიწეროს. არხის გამოწერა თქვენ ეს წამსაც არ გართმევთ, მაგრამ მე ძალიან მეხმარება თქვენი არხის გამოწერა და პროცენტის მაჩვენებელსაც ქვევით წევს. რაც ძალიან მშვენიერი არის მეგობრებო და მოხარული ვარ რომ ასე ხდება. ასევე მეგობრებო 4000 გამოწერზე როგორც კი ავალთ, აი 4000 გამოწერზე, მაშინ მეგობრებო გაგითამაშებთ Spaghetti Toilets Stillbrain-ოდან 400-თან, ეს კი არა, 4 Spaghetti Toilet 4000 გამოწერზე. და სიმართლე ვითხართ მეგობრებო, ძალიან ახლოს ვართ 4000 გამოწერისთვის, ზუსტად გვაკლია 300 გამომწერი. ამიტომ მეგობრებო, ვისაც უნდა რომ მალე ავიდეთ 4000 გამომწერზე და გაგითამაშოთ Spaghetti Toilet და თან მაგას პლუს ჩემი მიზანი შევასრულო, რომ ხალხს ვისაც ეზარება გამოწერის ღლაკის დაჭერა და მაინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, აი მაგნარი ხალხის მოჩვენებელის პროცენტები დავწიო. ამით თქვენ მე დამეხმარებით ძალიან და თქვენ თავსაც დაეხმარებით, რადგანაც შეიძლება მოიგოთ ეს Spaghetti Toilet. 4-ის თუ ვერა შეიძლება ერთი მოიგო, არა უშავს. ან 2, ან 3, ან თუ ძალიან გაგიმართლა 4. მოკლედ, Spaghetti-ის გათამაშება გინდა გავაკეთო? ხო და გადაამოწმე, აბა გამოწერილი თუ ყავარ. არ ყავარ? გამომიწერე მაშინ.
შანსი არ აქვს ისე მე გავათამაშო თუ არავითარ 4-1000 გამოწეზე. მალე გინდა რომ გათამაშება დადგეს? მეგობრებს გამოწერენი არახი თუ გაქვს გამოწერილი. ასევე მეგობრებო, თუ ხართ დაინტერესებულები გათამაშებაში და გეზარებათ 4-1000 გამოწერისთვის ლოდინის პაკეტის გათამაშებისთვის, მე ვატარებ მეგობრებო ასევე სხვა გათამაშებებს Steam-იდან, მინი გათამაშებებს უფრო და ამ მომენტში მეგობრებო თამაშდება Lost Fruit-ი. მაგრამ ვინც აიცით მეგობრებო, წინა ვიდეოში მარიაჩის ვათამაშებდი, რომლის გათამაშებაც მორჩა და აგერ ახლა განახეთ პრუფს, სადაც ჩემმა მოდერატორმა გადაცა მარიაჩი ჩემს ერთ-ერთ გამომწეს, რომელმაც მოიგო ეს მარიაჩი. ასევე თუ ეს გამოწელი უყურებს ახლა ჩემს ვიდეოს, წინასწარ გიროცავ, შვილობაში გქონდეს ეს მარიაჩი და ბევრი სხვა გათამაშებები მოგეგოს მომავალშიც. ალბათ ახლა მეგობრებო ამ ფოტოს შეხედეთ და ნახეთ თუ როგორ გადავეცით ჯილდო ჩვენს გამომწერს და როგორ მოიგო მარიაჩი. გინდათ რომ ეხლა თქვენს მოიგოთ Lost Fruit-ი, არა? ამიტომ თუ გინდათ მეგობრებო, ეხლა აგიხსნით გათამაშების წესებს, მომისმენთ კარგად, ყური უგდეთ ამ გათამაშებას და თუ მომისმენთ მეგობრებო ბოლომდე მომისმენთ სანამ ის გააკეთებთ, იმიტომ რომ ბევრი არასწორად აკეთებს რაღაცებს და მე ვეღარ იღებს იმებს ბრეინოტებს. ხოლო მეგობრებო თუ მომისმენთ, გექნება თუ რაღაც პატარა შანსი მაინც იმისა რომ მოიგოთ Lost Fruit-ი. მაგრამ არ მგონია პატარა შანსი გქონდეთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მისმენს ხოლმე და ცოტა ერთვება გათამაშებაში. მოკლედ პირველ რიგში იმისთვის რომ Lost Fruit-ი მოიგოთ, უეჭველი მეგობრებო, ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ. ზუსტად ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ Lost Fruit-ისთვის. თუ მოხდა ისე რომ მოიგე გათამაშება და გადავამოწმე და აღმოჩნდა ის რომ ეს ვიდეო დალაიქებული არ გაქვს, მაშინ ფაქტობრივად დაკარგე გათამაშება და ჯილდოც და გადაეცემა სხვას. ამიტომ მეგობრებო, თუ არ გინდათ რომ ასე მოხდეს, ეს ვიდეო უნდა გქონდეთ დალაიქებული. შემდეგ მეგობრებო, რას ვაკეთებთ? გადავხვალთ ჩემს ვიდეოს აღწერაში, სადაც მაქვს ჩემი Discord სერვერის ლინკი და Discord-ზე შემოდიხართ. მეგობრებო, ეს მეორე წესიც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც პირველი წესი, რადგანაც თუ Discord სერვერზე არ შემოხვალთ, თქვენ მეგობრებო გათამაშებაში ისე ვერ ჩაერთვებით. ეხლა ასე ვაკეთებთ მეგობრებო, Discord სერვერზე შემოხვალთ. Discord სერვერზე შემოხვალთ მეგობრებო, იქნება ძალიან ბევრი ჩენელები, რომელიც დავამზადე მე, მაგრამ სანამ ჩენელებზე გადავიდოდეთ მეგობრებო, წესი ასე ვაკეთებთ არის ის, რომ ჩენელებში წეთ 10 მესიჯს. არ აქვს მნიშვნელობა რომ მე ჩენელში დავწყეთ, თლიანობაში უნდა იყოს მაინც 10 მესიჯი. და მე მეგობრებო გადავალთ აი ამ ჩენელზე, სადაც სტარტდება გათამაშება. ამ ჩენელზე მეგობრებო დახვდებათ Lost Fruit-ის გათამაშება. და ეგრო დახვდებათ მეგობრებო, მე ვაჭერთ აი ამას. მაგრამ თუ ამ ლუჩხილაკს დავაჭერთ და 10 მესიჯი არ გვექნება დაწერილი, მაშინ ჩათვალეთ ვერ ჩაერთვით გათამაშებაში ფიზიკურად. 10 მესიჯს თუ დაწერთ და დააჭერთ მაგას, ოფიციალურად ჩაერთვებით გათამაშებაში. კიდევ ერთი რაღაც მეგობრებო, ახლა მოდი მეგობრებო აგიხსნით თუ რა მოხდება ოსაც ჩაერთვებით გათამაშებაში. მოკლედ ეს გათამაშება დასრულდება ხვალე დილას და რო ჩაერთვებით, როგორც კი დასრულდება ეს გათამაშება, ბოტი რომელმაც ეს გათამაშება დანიშნა, 7 მემბერიდან მეგობრებო, რომლებიც ამ მომენტში გათამაშებაში არიან, ანუ 7 კაცი, რომელიც ჩაერთვა გათამაშებას, აქედან ამოაჩევს რანდომად ერთ ადამიანს. ანუ ძალიან დიდი შანსი გექნება მაინც რომ შენ ამოხვიდე ამ გათამაშებაში და შენ მიიღო შენი ჯილდო. აი ეს მოხდება მეგობრებო, მაგრამ ბევრმა ასევე ერთი პატარა საიდუმლო არის ის. თუ ჩაერთვით მეგობრებო გათამაშებაში და თან ჩემ ჩატში იაქტიურებთ, ბოტი გიმატებს შანსს, ანუ ორმაგი შანსი გექნებათ იმისა, რომ ბრეინოტები მოიგოთ. ამიტომ ნახოთ მეგობრებო ამ პატარა საიდუმლოს როგორ გამოიყენებთ. ასევე მეგობრებო არ გნერიულოთ იმაზე თუ ვერ მოიგეთ ეს ბრეინოტები, რადგანაც ეს მეგობრებო არ არის ბოლო და უკანასკნელი გათამაშება. რადგანაც მეგობრებო მომავალში მეტი და მეტი გათამაშებები იქნება და ასევე მეგობრებო ამ გათამაშების მერე Lost Fruit-ის მერე გეგმავ რომ ნუკლეარო გავათამაშო. ასევე მეგობრებო როგორც წეგან გაიგეთ, Lost Fruit-ის გათამაშება მეგობრებო სრულდება ხვალ დილას. ამიტომ მეგობრებო დრო ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ. Discord server-ის ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ. ასევე მეგობრებო მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ ჩემს მეორე YouTube აღზე ავედით 100 გამოწესზე.
შევძლებთ თუ არა რომ ჩემს მეორე YouTube-ზე 200-ზე ავიდეთ? მაგას მალე გავიგებთ, მაგრამ ვინც არის მეგობრებო ამ ჩემ მეორე აღზე დებ ტუტორიალებს იმისა თუ როგორ შექმნათ Roblox-ის თამაშები. და ვისაც მხარდაჭერა გინდათ მაგ არხის და თვითონ იმის თუ რას ვაკეთებ მაგ არხზე, თხოვნა იქნება რომ გამოიწევოთ ჩემი მეორე YouTube არხი Discord server-თან ერთად, მეორე არხის ლინკიც იქნება აღწერაში. ახლა კი მეგობრებო, რადგანაც უკვე დავასრულეთ ჩემი სათქმელი, მოდი ახლა გადავიდეთ ამ ვიდეოს მთავარ თემაზე, Spider Sam-ის ისტორიაზე. Sam-ი ცნობილია დღეს, მაგრამ ეს სულ ასე არ იყო. Sam-ი Roblox-ის დეველოპერობა დაიწყო 11 წლის ასაკში. 11 წლის ასაკში მან დაიწყო Roblox-ის დეველოპერობა და პატარა თამაშის ჯგუფი მას იყენებდა იმისთვის, რომ Roblox-ის თამაშები შეექმნა. და ასე თუ ისე რაღაც Roblox-ებს შეუძლობდა ისიც. Sam-ი, იმუშავე ჩემ თამაშზე? არა, დამავიწყდა. რა გინდა ბიჭო, მაინც და მაინც გაგაგდო სამსახურიდან? არა, ბოდიში, მაგრამ ერთი რაღაც დაიმახსოვრე. მომავალში ისეთ თამაშს გავაკეთებ, რომ შენ თამაშს გადაჯოყრავს და მე მაგას ინიანებ ასე რომ ელაპარაკებოდი მომავალში. რა მაგრა ხუმრო ბიჭო. დროზე შეუდეგი სამსახურს. ნუ მეგობრებო, ეგეთი სიტუაცია არც იყო, მაგრამ მიხდით ალბათ ის თქმა მინდოდა ამ ვიდეოთი. ვინც ვერ მიხდა მეგობრებო, აგიხსნით ახლა. Sam-ი 11 წლის ასაკში იყო ახალდაწყებული დეველოპერი Roblox-ის. ანუ ახალი იყო და არაფრის აზზე არ იყო თითქმის, ნუ რაღაცები კი იცოდა, მაგრამ დეველოპერობის თემაში ის მიიჩნეოდა როგორც არავინ. დეველოპერი, რომელიც სხვისთვის მუშაობდა. მაგრამ მეგობრებო, ხუმრობა რო იქით იყოს. ერთი რაღაც წარმოიდგენთ მეგობრებო. ბავშვები 11 წლის ასაკში Roblox-ში ობისლის გადიან, ხოლო Spider Sam-ი უკვე Roblox-ში თამაშებს აკეთებდა მაგ ასაკში. რაც მეგობრებო მართლა ძალიან რთული არის, რადგანაც მე ვარ Roblox-ის დეველოპერი, თან 16 წლის ვარ და მეც კი მიჭის მეგობრებო თამაშების გაკეთება და თამაშების შექმნა მარტო და Sam-ი კიდევ 11 წლიდან მეგობრებო ისე აკეთებს თამაშებს, რომ დანებებაზე ას კი იფიქრა. მიხვდოდ იმისა, რომ მეც კი მიჭის. მაგრამ მეგობრებო, მე ამობს გავივლი. გავივლი, აბარა. Sam-ის ალბათ ბევრი ამ აკაუნთით იცნობთ. მაგრამ იცოდით, რომ ეს Sam-ის პირველი აკაუნთი არ იყო? სანამ Spider Sam-ი იქნებოდა, მანამდე ჩვენი Spider Sam-ი ადრე იყო. ლოადადბეგი ან Sam-ი. ეს არის მეგობრებო Spider Sam-ის პირველი აკაუნთი, სადაც Roblox-ის თამაშებს აკეთებდა და ვიღაცას მაგონებს თან ეს აკაუნთი. ნეტა ვის მაგონებს? მაგრამ არ შეგეშალოთ, ეს ჯანდელი არის, ეს არის Sam-ი და მისი პირველი ავატარი ჩათვალეთ. რო კითხო Sam-ის ჯანდელი არ ევასება. მოკლედ, ამ აკაუნტზე გიყვებოდით, რომ თავიდან აქ ქმნიდა თამაშებს და პატარა კომპანიებისთვისაც მუშაობდა. მაგ პერიოდში Roblox-ის მოთამაშეები ყურადღებას აქცევდნენ სხვა დეველოპერებს. მაგრამ როცა დეველოპერები იღებდნენ ამ ხელა ყურადღებას, ერთ-ერთი დეველოპერი იყო გამოტოვებული, Sam-ი. ის არ იყო მოთამაშეების ყურადღების ქვეშ და არავინ არ იცოდა ვინ იყო ის და მის თამაშებზეც არავინ საუბრობდა. ასევე მეგობრებო, სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, მინდა გითხრათ ერთი რაღაც. ეხლა როგორც Sam-ი არის, მაგ სიტუაციაში ვარ მეც, მაქვს Roblox-ის თამაშები შექმნილი, რომელსაც ყურადღებას არავინ არ აქცევს. და ვინ იცის მეგობრებო, იქნება და მომავალში პოპულარული გახდეს ჩემი თამაში. ხო და სანამ პოპულარული გახდება მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ თავიდანვე შეხვდეთ, რადგანაც მე კარგი გზნობა იქნება პოპულარობამდე, რომ მაგ თამაშს თამაშობდით, ანუ ჩემ თამაშს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ვიდეოს აღწერაში Discord-თან და ჩემს მეორე YouTube არხთან ერთად იქნება ჩემი Roblox-ის თამაშების ლინკიც. მანდაც თუ გადახვალთ მეგობრებო, ვიქნები
მადლობელი და უფრო მადლობელი ვიქნები თუ დაალაიქებთ მაგ თამაშებს. ჩემ თამაში დატოვებული 1 ლაიქიც კი მეგობრებო უზარმაზარ მოტივაციას მაძლევს იმისა რომ გავაგრძელო თამაშების კეთება და ეს 1 ლაიქი მეგობრებო ჩემთვის ნიშნავს ბევრს. ამიტომაც მადლობელი ვიქნები ვინც დამეხმარება ამით. მოკლედ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემი თამაშების ლინკი იქნება აღწერაში და მოდი ახლა გავაგრძელოთ ვიდეო. ალბათ ასევე ბევრს გაგიჩნდებოდათ კითხვა ამ ვიდეოს ყურების შემდეგ თუ სად წავიდა სემის პირველი აკაუნთი და რატო აღარ იყენებს ის მას. ამ კითხვის დამსმენს მეგობრებო მინდა უთხრა ესეთი რაღაც. საბედნიეროდ და სამწუხაროდ ამ კითხვაზე მაქვს ნახევად პასუხი. პასუხი იმისა თუ სად წავიდა ეს აკაუნთი არის ის რომ ეს აკაუნთი დაიბანა სამუდამოდ. ეს აკაუნთი მეგობრებო დაიბანა 2021 წელს და ნახევრად იმიტომ ვიცი ეს პასუხი რომ მარტო ეს ინფორმაცია ვიცი. მიზეზი იმისა თუ რატო დაიბანა ეს აკაუნთი აზე არა ვარ და დღემდე არავინ არ იცის. მაგრამ რაც არ უნდა იყოს სემის ისეთი რაღაც დაემართა რომ ბევრი დეველოპერები აქ შეწყვიტავდნენ. მაგრამ სემიმ გადაწყვიტა რომ შეექმნა მეორე აკაუნთი რომელზეც ბევრი საუბრობს დღეს. ამ აკაუნთის შექმნის დღიდან მან დაივიწყა თავისი ძველი ვინაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აღარ არის loaded bag-ი, მაგრამ ის არის დღეიდან Spider-Sam-ი. ახალი ვინაობა, ახალი სახელი, ახალი ნაწილი. ამ აკაუნთის შექმნის დღიდან გადის რამდენიმე დღეები და სემიმ გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა თავისი საკუთარი თამაში. თამაში რომელსაც შეეძლო დაეძახებინა საკუთარი არავის დახმარების გარეშე. მაგ პერიოდში მეგობრებო იყო დაახლოებით 2021-2022 წლები და მაგ პერიოდში მეგობრებო ყველაზე პოპულარული იყო და ახალგამოსული იყო კალმარის თამაშები. და სემის პირველი საკუთარი თამაში იყო ზუსტად მაგაზე დაფუძნებული. Roblox-ის ვერსია ოღონდ კალმარის თამაში. მიუხედავად იმისა რომ ეს იდეები ყველაფერი მოპარული არის ის ფაქტი მაინც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს იყო სემის პირველი თამაში და კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს ისეთი თამაში იყო რისთვისაც შეეძლო დაეძახებინა რომ ჩემი შექმნილი თამაში იყო და მართლაც რომ გავარდა მაგრამ გავარდა თუ არა Roblox-მა გადახედა ამ თამაშს და მიხვდა რომ ეს თამაში მოპარული იყო კალმარის თამაშებიდან და მაგის გამო გადაწყვიტა რომ თამაშზე დაედო ბანი. ჯერ პირველ აკაუნტზე ბანი დაედო და მის თამაშებიც შორს ვერ მიდიოდა. მე რაღაც თამაში შექმნა, როგორც იქნა ოფიციალური თამაში, რომელიც ცოტა შორს წავიდა და მაგას ეგრევე ბანი დაედო. ბევრი დეველოპერები აქ შეწყვიტავდა ყველაფერს, მაგრამ სემი ის კაცი არ არის, რომ ეგრევე შეწყვიტოს. მან გადაწყვიტა ასეთი რაღაც, რომ გაეგრძელებინა ისევ სხვა კომპანიებისთვის მუშაობა, მაგრამ ამჯერად, რადგანაც სემის ასე თუ ისე კაი ბექგრაუნდი აქვს ეხლა და თან კაი თამაში ქონდა შექმნილი, რომელიც ასე თუ ისე გაუვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბანი ადევს, ამჯერად სემიმ დაიწყო იმან კომპანიებთან მუშაობა, რომლის თამაშები ასე თუ ისე წინ მიდის. რაც ნიშნავს იმას, რომ სემი დაწინაურდა ეხლა და სემის ხელფასი გაიზარდა. ეხლა კი განახეთ მეგობრებო, თუ რა თამაშებზე მუშაობდა მთელი ეს დრო სემი. ეს არის მეგობრებო პირველი თამაში, რაზეც სემი მუშაობდა, მაინინგ სიმულატორი. ბევრს ალბათ გაგონილიც გექნებათ და ასეთ პოპულარულ თამაშთან რო იწყებს უკვე მუშაობას, ეს უკვე დიდი რაღაცა არის. ის მაგ პერიოდში მუშაობდა ერთ-ერთ ცნობილ დეველოპერებთან, რომლებსაც წვლილი ჰქონდათ შეტანილი მაინინგ სიმულატორში. სემის აყვანამ შეძლო ის, რომ ყოველი თამაში, სადაც სემი იყო აყვანილი, პოპულარული გაეხადა. მაინინგ სიმულატორით დაწყებული, სხვა თამაშებით დასრულებული, ყველა თამაშებს მილიონობით ვიზიტები ჰქონდა, რადგანაც Spider-Sam-ი ეხმარებოდა ყველას. მან ასევე გააგზავნა თავისი საკუთარი თამაშების შექმნა, მაგალითად Line to Riches, შემდეგ Line to Fight გააკეთა, შემდეგ ერთ-ერთ სტუდიოს დაეხმარა TGS კარტების შექმნაში. შემდეგ სემიმ დაგვიზარდა თამაში Line to Chopped Chini. ძალიან უყვარს რაღაც სემის ამ ლაინების ტრენდის გამოყენება. სემიმ შექმნა ამდენი თამაშები და ჯგუფები და მაგრა ეტყობოდა სემის რომ ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა შენებლობა და არასოდეს არ დანებდებოდა.
მაგრამ აი სადისლოა მეგობრებო ისტორია, რადგანაც დაახლოებით 2023 წელს გამოდის ახალი Roblox-ის თამაში Blade Ball, რომელიც არა მარტო ნორმალურად მიდის, არამედ გიჟივით მიდის და სხვა Roblox-ის თამაშების განსხვავებით, რომელიც ერთი დღე ძალიან მაგრა გავარდება და მე ვაფშე აღარ შედიან არავინ. Blade Ball ყოველდღიური მოთამაშეებით გამოირჩევა. ხოლო მაგ თამაში Semi აიყვანეს თავარ დეველოპერად, არა ტესტერად, არა ჩვეულებრივ დეველოპერად, თავარ დეველოპერად. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Semi ნელ-ნელა ცნობილი ხდება. ის აღარ არის დეველოპერი, რომელიც ჭდილში მუშაობდა, დეველოპერი, რომელზეც არავინ საუბრობდა, ის გახდა ნელ-ნელა ცნობილი და მან დაიწყო უკვე დიდ თამაშებზე მუშაობა. მან მიიღო ისეთი აღიარება, რასაც იმსახურებდა და დაიწყო თამაშებზე მუშაობა, როგორიც არის Speedrun Simulator, Fishy, Block Rivals, Digi და მეტი. ამ თამაშებზე უეჭველი გექნება რაღაც გაგონილი, ნათამაშების გექნება, შენ თუ არა შენ მეგობრებს ესწრებინება, ან მაგათ მაინც ექნებათ ნათამაშები. მაგრამ თითქმის ყველა ცნობილი თამაში, რაც Roblox-ში გაგვიგონია, ყველა თამაში Semi-ს თითია ჩარეული. თითქმის ყველა თამაში, რასაც Roblox-ში თამაშობდი, ან თამაშობ, ყველგან Semi-ს თითის ანაბეჭდებია. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად პატარა პრობლემაც არის. ვინც არიცით მეგობრებო, Semi ამ მომენტში მუშაობდა Dubik Studios-თვის. ხოლო მეგობრებო, ვინც ვერ ხვდება დეველოპერობას და ეგეთ ამბებს, ძალიან მარტივად აგიხსნით თუ რას აკეთებს Dubik Studio. Dubik Studio არის Roblox დეველოპინგის ჯგუფი, კომპანია, რაც გინდა დაუძახეთ. და ეხლა ამ ყველაფერს ახსნით ძალიან მარტივად. ეხლა მისმინეთ. წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც. თამაში იზრდება ძალიან და სასწაულად პოპულარული არის. მერე Dubik Studio ყიდულობს ამ თამაშს და რაღაც ხდება. Dubik Studios ბევრი ფული გამოაქვს თამაშიდან, მაგრამ რაღაც ხდება. თამაში ძალიან ბევრი pay to win რაღაცეები ემატება და თამაში იგივე აღარ არის. Blade Ball-ის მოთამაშეებმაც შეიგზნეს ეს, Fish-ის მოთამაშეებმაც და კომპანია, რომელიც ფულზე არის მარტო დამოკიდებული და თამაშებს კლავს, მაგისთვის მუშაობს Semi. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Semi უკვე შეძლო და დეველოპერების ყველა ოცნება აღიდგინა და შეძლო, რომ მილიონობით Robux-ები ეშოვა. მაგრამ რაღაც პრობლემა მაინც არის. სანამ Semi ცნობილ ჯგუფებში შევიდოდა, მან შექმნა თავისი საკუთარი თამაში, რომელსაც შეეძლო რომ დაეძახებინა თავისი საკუთარი თამაში. მაგრამ იმის შემდეგ, რაც თავის თამაშს ბანი დაედო, თითქმის დრო აღარ ქონდა იმისათვის, რომ რაღაც თავისი შეექმნა, ახალი, რომელსაც ბანი არც დაედებოდა. მაგის ნაცვლად ამ მომენტში Semi მუშაობდა ვიღაცისთვის და მიუხედავად იმისა, რომ კაი შემოსავალი ქონდა, ვერ აკეთებდა ისე, რომ თავის თამაში შეექმნა. არა და 11 წლის ასაკში დეველოპერი რო იყო, Semi-ს თავარი მიზანიც ის იყო, რომ რაღაც თავისი შეექმნა, რაც გავარდებოდა, პოპულარული იქნებოდა და თავისი იქნებოდა. Semi-ს ძალიან ბევრი შეეძლო, რომ შეწყვეტილიყო და შეეჩერებინა თავისი საქმიანობა. და აქ უკვე ძალიან ბევრი დეველოპერები გაჩერდებოდნენ, რადგანაც Semi-ს ამ მომენტში ყველაფერი ქონდა, რაზეც დეველოპერები ოცნებობდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Semi-ს ყველაფერი ქონდა, Semi შიგნით მაინც საერთოდ გზნდა თავს, რადგანაც ყველაფერი რაც Semi-ს ქონდა, სხვისი შრომისგან იყო დამსახურებული და არა თავისი. ანუ ფაქტობრივად სხვისი შრომისგან შემოქონდა რაღაცეები თვითონ. ხო და დადგა მეგობრებო 2025 წლის გაზაფხული. დღე, როდესაც გამოვიდა Roblox-ის ისტორიული თამაში, Steel Brainrot. ხოლო ამ თამაშის იდეა იყო ძალიან მარტივი. თამაშის იდეა იყო ის, რომ ბაზიდან შეგროვებული ბრეინოტების წაღება შეგეძლო. შეგიძლია! ასევე შეგეძლო, რომ კარგი ბრეინოტებისთვის მოგეცადა, მაგრამ მერე ფიუზები დაამატეს, კრაფტები და რაღაცა, მაგრამ ხო მიხვდით. თამაშის იდეა არის ძალიან მარტივი. შეგეძლო, რომ თამაში ახალი თუ ვიყავი, 5 წამში გესწავლა თამაში. არანაირი რთული მექანიკა, არანაირი რანკედი, არანაირი სირთულე. უბრალოდ ბრეინოტები და მოპარვა.
და რატომღაც სულ ეს იყო საკმარისი თავის რიცხვებისთვის. მერე თამაში სასწაულებრივად გაიტრენდა და აფეთქდა თავის კლიპების გამო. ჯერ 100,000-ობით მოთამაშე, მერე მილიონზე ავიდა, მერე 1 მილიონი 5 მილიონზე ავიდა. მერე კი 5 მილიონი 10 მილიონზე ავიდა და ერთხელ 20 მილიონზეც ავიდა. მოდი ორი წამით დავფიქრდეთ. Fortnite-ის ყველაზე მეტი მოთამაშეების რეკორდი არის 15 მილიონი და Roblox-ის თამაშმა აჯობა მაგას. არა სტუდიომ, არა დიდმა კომპანიამ. Roblox-ის თამაშმა, სადაც AI ბრეინოტებს იპარავთ. მერე კი აგვისტო მოვიდა და Steve Brainot-მა და Grow Garden-მა გადაწყვიტეს, რომ ადმინვარი გაეკეთებინათ. ამავდროულად ბევრს გონია, რომ Steve Brainot-ს და Grow Garden-ის ოუნერებს მართლა ეზღებათ ერთმანეთი, მაგრამ არა მეგობრებო, ეს იყო ადმინვარის გარეკლამების მეთოდი. და ზუსტად ამ ჯანდელის მესიჯიდან დაერქვა სემის სკამისემი, ანუ სკამერისემი. მიხდით? ამ ადმინვარის Grow Garden-მა 22 მილიონი მოთამაშე მიიღო, Steve Brainot-მა 20. Steve Brainot-ი მეორე თამაში გახდა სოფლიოში, რომელიც 20 მილიონზე ავიდა, ხოლო Roblox-მა 50 მილიონი მოთამაშე მიიღო. ამ ადმინვარით Roblox-მა არა მარტო Fortnite-ს გადაასწრო, თელ თამაშებს გადაასწრო და ჯერ კიდევ პირველ ადგილას დგას თამაშებში. Roblox ერთ-ერთი თამაშია, რომელიც 50 მილიონ უზერზე ავიდა ერთდროულად. და ეჭვმეპარება, რომ რომელიღაც თამაშმა უცებ მოხსნას ეს რეკორდი. მაქსიმუმ ძალიან დიდი ხანი დაჭირდება რომელიმე თამაშს, რომ Roblox გადაასწროს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Roblox-მა მოხსნა ყველანაირი რეკორდი და დღემდე დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი თამაშია რეკორდით. Steve Brainot-მა ისიც შეძლო, რომ Grow Garden-ზე გადაესწრო თამაში, რომელიც ერთხელ მასზე პოპულარული იყო. Fortnite-ში Steve Brainot-ის maps ძალიან ბევრი მოთამაშეები აუგროვდა და ახალი რეკორდი და თვით Fortnite-მას დაარეპოსტა. Steve Brainot-ის ადმინვარის გამო Grow Garden-ი ფილმს იღებს. Bruno Mars-მა კონცერტი ჩაატარა Steve Brainot-ში, ხოლო Steve Brainot-ი შევიდა როგორც კოპირაით თამაში ამერიკაში. მეგობრებო, ამ ვიდეოთი ცოტა არ გამიგოთ, ეს თამაში იმსახურებს ყველანაირ პოპულარობას. ამ თამაშმა ძალიან ბევრი რაღაც მოუტანა Roblox, ძალიან ბევრი პლუსი, ბევრი მოთამაშეები შემოიყვანა მათ შორის. მე რომ ეს თამაში არ დამეწყო და თვითონ ვიდეოების გადაღება, ჩემი არხი მეგობრებო ასეთი წარმატებული აღარ იქნებოდა, როგორც დღეს არის და ალბათ 1000 გამომწერიც არ მეყოლებოდა. ამიტომ დიდი მადლობა Steve Brainot-ს, Steve Brainot-ი რომ არა, ეს არ მოხდებოდა. Steve Brainot-მა შეძლო ის, რომ Roblox-ი შეიყვანა ისეთი თამაში, როგორც ისტორიული არის და თვითონ Roblox-მა შეიყვანა Steve Brainot-ი როგორც ისტორიული თამაში. და ეს შეძლო დეველოპერმა, რომლის თამაშის ადრე ჩაიშალა და დაიბანა და ბევრი მათ გაჩერდებოდა. ალბათ ეხლა ბევრი შემეკითხება, ვიდეოს დასყიდში რო ვიძახდი იმას, რომ პლუსების გარდა მინუსების მოუტანაო, რა მინუსებზე ვსაუბრობდი? და რა უნდა ქნას თამაშმა, რომელმაც ამხელა რაღაც შეძლო და ამხელა პირიქით პლუსები მიუტანა Roblox. ეხლა მაგაზეც ვისაუბროთ, მოდი. ამ თამაშის პოპულარობამ პლუსთან ერთად ზიანის გამოიწვია. 2025 წელს მთელი Roblox-ის For You page-ი ბრეინოტებით იყო გადავსებული. ყველა ცდილობდა, რომ შემდეგი Steve Brainot-ი გამხდარიყო. გინდოდა რამე ისეთი გეთამაშა, რაც ბრეინოტთან კავშირში არ იყო? ბრეინოტის ვერსია ამოგივარდებოდა. ხალხმა გაანალიზა ის, რომ Steve Brainot-ი დიდი იყო და ამ იდეას თუ მოიპარავდნენ, მაშინ პოპულარული თამაში ექნებოდათ და მართლაც რომ მუშაობდა. მოპარული ბრეინოტების თამაშს უფრო მეტი ვიზიტები ჰქონდა ვიდრე თამაშებს, რომელსაც მართლა ეფორტები ედო. და ისეთი შეგრძნება იყო, რომ გეგონებოდა Steve Brainot-ს თამაშობდი, მაგრამ ვარ ეს. მოიპარე თევზი, მოიპარე ანიმე და ყველაფერს Steve Brainot-ის იდეას ადებდნენ და პოპულარული ხდებოდა. მაგ დროს თან ბრეინოტები ძალიან ტრენდში იყო, რაც სიტუაციას უფრო უარეს ხდიდა. ამან გამოიწვია პრობლემა. თამაშები, რომლებიც ბრეინოტებთან არაფერ კავშირში იყო, დამარხულები იყვნენ. ფაქტობრივად არავინ აღარ თამაშობდა მაგას. და კიდევ ერთხელ გეუბნებით მეგობრებო, ამ ვიდეოში Steve Brainot-ს არ ვაჰეითებთ. პირიქით მაგარი ადმინაბიუსი ქონდა. აქვს და ექნება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თამაშები, რომლებიც ბრეინოტებთან არაფერ კავშირში იყვნენ და მართლა კარგი იდეა ჰქონდათ, ბრეინოტებით იყვნენ დამარხული.
და დეველოპერებიც, რომლებიც ბრეინროტერთან არაფერ კავშირში არ იყვნენ, სამწუხაროდ იმას ვერ იღებდნენ, რასაც იმსახურებდნენ. ეს ასევე ბევრმა იუთუბერებმა და ხალხმა შეამჩნია და ბევრი იმას იცახდა, რომ Roblox-ი ამოუცნობი გახდა. ის Roblox-ი აღარ არის ისეთი Roblox-ი, რომელიც ადრე იყო. ვახ! Roblox-მა ძალიან ბევრ ტრენდს გადაურჩა. Battle Royale-ის სიმულატორები, Please Donate-ები, ანიმეები და მეტი. თამაში ასა უნდა მაგარი იყოს, ყოველთვის ეყოლება ადამიანები, რომლებიც შეიძულებს მას. და რაც უფრო დიდია ტრენდი, მით უფრო აზიანებს პლატფორმას. Steam Brainrot-ი აყვა ბრეინროტების ტრენდს, რომელმაც გამოიწვია უდიდესი პოპულარობა, მაგრამ ზიანიც. Даже Steam Brainrot-ის გამოსვლამდე ბრეინროტების ტრენდი უკვე ისედაც დიდი იყო და Steam Brainrot-მა ეს ტრენდი 10-მაგად გაზარდა, ხოლო კარგი ის არის, რომ ტრენდი ჩაყდა და Roblox-მა ამოისვენა. ეს ყოველთვის ხდება. ტრენდი რაც უნდა დიდი იყოს, ყოველთვის გადაურჩება ყველანაირ ტრენდს Roblox-ი. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ნებისმიერ Roblox-ის თამაში, რაც უნდა დიდი იყოს, ყველა Roblox-ის თამაში მოკვდება. ეს ვიდეო ძირითადად Steam Brainrot-ზე არ იყო. ეს ვიდეო იყო დეველოპერზე, რომელმაც Fortnite-ს გადაასწრო. დეველოპერი, რომელიც იყო ადრე არავინ. Semi არის იმის ცოცხალი მაგალითი, რომ შენ უეჭველი იქნები დეველოპერი, რომელიც იქნება არავინ. ეს სუდია, რომ არავინ ხარ, მაგრამ შენ თუ არასოდეს არ დანებდები, მაშინ ოდესღაც ვიღაც გახდები. Semi-ც არავინ იყო, ვაფშე არავინ არ იცოდა მის შესახებ და ის მაინც არასოდეს დანებებულა, აკეთებდა თამაშებს, ეხმარებოდა სხვებს და ბოლოს შექმნა ისეთი რაღაც, რაც ისტორია შექმნა. ბევრს დაავიწყდა ის, რომ წარმატებისათვის საკუთარი თავი უნდა გაწირო, ხოლო Semi-მ ძალიან ბევრჯერ გაწირა თავი და შეეძლო ნებისმიერ დროს წასულიყო, მაგრამ ის არ დანებდა. და სწორედ ამიტომ Semi გახდა ყველაზე წარმატებული ადამიანი. ახლა კი არჩევანი შენზეა. მიყვები თუ არა Semi-ს და Semi-სავით დაიწყებ დეველოპერობას. ამეტირა. კაი მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგწონდა ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი ახი, რომ აღარ გამოჩნდეს გავს ტიპის ვიდეო. ხო და Discord-ზე ჩემოდით, ჩემ Roblox-ის თამაშებშიც, ჩემ მეორე ახის გამოიწერეთ. თქვენთან იყო რაზორებალი და დროებით. აუ, რა მაგრა დავიღალე ის ამ ვიდეოს კეთებაში, აზე არ ახართ.